მთელი მსოფლიოს თვალწინ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. დამიზნებით ესვრის ჭურვებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს და საავადმყოფოებს. კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. უკვე მოკლულია 38 ბავშვი. და შუაგულ ევროპაში ასობით ბავშვი იბადება მიწისქვეშა ბუნკერებში. და არავინ იცის, როდის იხილავენ ისინი მშვიდობიან ცას და დღის შუქს. უკრაინიდან უკვე 1,5 მილიონი უკრაინელი არის იძულებით დევნილი. ამ ბოროტების წინააღმდეგ კი გაერთიანდა მსოფლიო, გაერთიანდა ცივილიზებული სამყარო, რომელიც მორალურად, ფინანსურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც კი მხარში ამოუდგა უკრაინის თავისუფლების მოყვარე ხალხს. დღეს ყველა დემოკრატიული, ძლიერი, მდიდარი სახელმწიფო თან ხვდება. თან ხვდება, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს და დამარცხდება პუტინის რეჟიმი. მეტიც, პუტინის რეჟიმის მარცხი არის გარდაუვალი. და აი ამ დროს რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ განცხადებებში უკვე სისტემატიურად თავს ესხმიან ომში მყოფ უკრაინას და უკრაინელებს და უკრაინელი ერის ლიდერს პრეზიდენტ ზელენსკის. ასეთ რამეს მსოფლიოში მხოლოდ ორი სახელმწიფო კადრულობს. მხოლოდ ორი. რუსეთი ერთი და ბელორუსია მეორე. და აი მაშინ, როდესაც აი ასეთი ერთსულოვანია მთელი მსოფლიო, ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველო ღიად დააყენა სწორედ აი ამ ორი სახელმწიფოს გვერდით, რუსეთისა და ბელორუსის გვერდით. ახლა კი დამატებით ვიგებთ, რომ როცა პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან, პუტინთან აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება რუსული საინფორმაციო გამოშვებების თანახმად. საქართველო გადაიქცა მკვლელების და მკვლელებისთვის სანქციების თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაულებრივი ქმედებით ქართული ოცნება მკვლელებს დიახაც მიაქცევთ ყურადღება ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ქართული ოცნება მკვლელებს პუტინის რეჟიმს აფინანსებს. მეტიც რუსეთის მხარეს დგომა დღეს აგრესორი სახელმწიფოსთვის სანქციების არიდების ხელშეწყობა გვაყენებს ჩვენ საქართველოს მოსახლეობას იმ რისკის წინაშე, რომ ხვალ შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ქვეშ და სწორედ ეს დააზიანებს როგორც არასოდეს ჩვენს მოქალაქეებს ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ხელისუფლების სწორედ ასეთი დაუფარავი, მოღალატეობრივი პოლიტიკა არის მთავარი საფუძველი ქართულ საზოგადოებაში იმ დიდი მღელვარებისა, რომელიც უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის ათასობით მოქალაქის საქართველოში უკონტროლოდ შემოშვებას. უკრაინის ბრძოლა საქართველოს ბრძოლა და სამწუხაროა, რომ ამის შეხსენება სჭირდება ვინმეს დღეს საქართველოში. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ამაყები, იმის მაგივრად, რომ მეგობრებს დახმარების ხელი გაუწოდოთ საერთო ბრძოლაში. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ვიყოთ გარიყულები ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ვიყოთ მთელი მსოფლიოსა და უკრაინის წინაშე დამცირებულები, ვიყოთ თავჩაქინდრულები და ვიყოთ შეცხვენილები. თავად პუტინი ამბობს, სიამაყით ამბობს, რომ ომი მან დაიწყო უკრაინაში. ენის მოჩლექვის გარეშე ამბობს ამას და საქართველოს მთავრობა კი არ და ვერ პასუხობს კითხვას აი ამ დროს ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ უკრაინამ და სანამ აი აქ ბრიფინგზე დავდგებოდი და მექნებოდა შესაძლებლობა სიტყვით მომემართა თქვენთვის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს დაუსვეს
თქვენმა კოლეგებმა კითხვა, ვინ დაიწყო ომი უკრაინამ თუ რუსეთმა და პასუხი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის იყო, რომ საერთაშორისო სასამართლო გაარკვევს და ის მოგცემს პასუხს ამ კითხვაზე. ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ დაუფარავად იმაზე, რომ ამ ომში თითქოს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და რუსეთი გაიმარჯვებს. საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გამოიყენონ რუსეთთან ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს თქვა დღეს მთავრობის წევრმა, გარემოს დაცვის მინისტრმა. ამას ამბობს ქართული ოცნების ყველა ლიდერი მაშინ, როდესაც თალიბების ლიდერებმაც კი დაგმეს რუსეთის აგრესია. თალიბანის ხელისუფლებამაც ხახლო დაგმო რუსების აგრესია უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აღარ არსებობს ძვირფასო მეგობრებო, აღარანაირი ქართული ოცნება საქართველოს ხელისუფლებაში. არსებობს რუსკი კარაბლ საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის მწარე სიმართლე, მაგრამ ეს არის სიმართლე, რომელიც უნდა ვთქვათ და რეალობას თვალი გაუსწოროთ. არ არსებობს ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მოსკოვში და ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და უკავშირდება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებას, რომელიც განხორციელდება. ოცნების სამწუხაროდ, ქართული ოცნების სამწუხაროდ არსებობს ქართველი ერი, რომელმაც ბოლო დღეებში აჩვენა, რომ შეუძლია თვითორგანიზება, შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა, შეუძლია მისი ტრადიციების და მისი იდენტობის დაცვა და მთელს მსოფლიოს დაანახა ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ ვიცით მშვიდობის და მეგობრობის და თავისუფლების ფასი. ყველაფერი იქნება მაგრად, ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, მტკიცედ და ამის საწინდარი არის სიმართლის თქმა, როდესაც დღეს მთელი ქართული ოცნება ვერ ამბობს იმას, რასაც 24 საათის განმავლობაში ამბობს სიამაყით პუტინი, რომ დიახაც მე ომი დავიწყე და მოიშველიებს პროპაგანდისტულ არგუმენტებს იმის გასამართლებად, თუ რატო დაიწყო დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობის უკრაინაში, როდესაც ამ დროს ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ამბობს, ვინ არის დამნაშავე მიწის ქვეშ ბუნკერებში მყოფი ბავშვები თუ ქალები უკრაინის მოსახლეობისა, თუ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, ამ დროს ქართველმა ერმა უნდა თქვას ისტორიული სიტყვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ სიტყვას უახლოეს მომავალში ქართველი ერი აუცილებლად იტყვის. დიდი მადლობა.